ქალაქ ჯვარში შიდა გზების ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. 21 ივლისს ყაზბეგის ქუჩაზე ასფალტის პირველი საფარის დაგების პროცესს დაესწრო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგა გულორდავა. უახლოეს დღეებში კი შიდა გზების რეაბილიტაცია დაიწყება ქალაქ წალენჯიხაში. პროექტი ხორციელდება რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხებით. გზების რეაბილიტაციის საერთო თანხა შეადგენს 787.812 ლარს. საქართველოში ჩაის ისტორიულ მნიშვნელობასა და მისი წარმოების პოტენციალზე ყურადღებას ამახვილებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო. აქედან გამომდინარე გასულ კვირას წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სტუმრად იმყოფებოდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მრჩევლები ომარ კაჭარავა და ოთარ კიკალიშვილი. მათ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასა და წალენჯიხის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ისაუბრეს გენოფონდის განახლებაზე, ორგანული ჩაის წარმოების განვითარებასა და ქართული ჩაის ბრენდის განვითარების ხელშეწყობაზე. მათი თქმით, ბოლო პერიოდში ჩაის ინდუსტრიის აღორძინებისადმი ინტერესი გაიზარდა. შეხვედრის ბოლოს კი დაათვალიერეს ჩაის პლანტაციები და წალენჯიხაში წარმოებული ჩაი. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში რამოდენიმე დღის უკან იმყოფებოდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები. მათი ვიზიტი შეეხებოდა ჩაის რეაბილიტაციას. ესე იგი, ის ფართობები, ის რაოდენობა ფართობების, რომლებიც ამჟამად რაიონის მასშტაბით არის დარჩენილი, ამ თემაზე იყვნენ სტუმრები ჩამოსული და ნახეს კიდევ რამოდენიმე ფართობი. ჩვენს გამგეობის მიმართულებით და საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად გუშინ დავათვალიერეთ რამოდენიმე თემში ჩაის ფართობები, კერძოდ ვიყავით ჯგალის თემში, ვიყავით მიხავას თემში, აგრეთვე მედანის თემში და ის დანახული სურათი, რომელიც ჩვენ ნახეთ, აი ყველა ფართობი შეესაბამებოდა რეაბილიტაციას და აღდგენას. სახელმწიფო ეს მიმართულება ამჟამად ეს კურსი იმიტომ აიღო, რომ ჩაი არის კულტურა, რომელიც დასაქმების მიმართულებით, რომელიც რეალიზაციის მიმართულებით დიდი შემოსავალი და აი დასაქმების დიდი ადგილი არის. აქედან გამომდინარე, ახლა ამ დღეებში კიდევ შევართ რამოდენიმე თემში, სადაც ჩაის ფართობები არის დარჩენილი და უახლოეს დღეებში გვექნება ის სურათი რაიონში რამდენი ჰექტარი არის დარჩენილი ისეთი ფართობი ჩაის, რომელიც შეესაბამება რეაბილიტაციას და აღდგენას. არის აგრეთვე ჩვენთან როგორც მოგესალმებათ ჩაის ფართობების კერძო პრობლემები, რამოდენიმე პიროვნება, რომელთაც შედარებით უკეთეს პირობებში და უკეთესად აქვთ მოვლილი თავიანთი ფართობები, ვიდრე ის ფართობები, რომლებიც სახელმწიფოს სარგებლობაში არის ამჟამად და ზუსტად ჩვენ იმ მიმართულებით გავედით და იმ მიმართულებით ვსწავლობთ სახელმწიფო ფართობებს უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევთ და აქედან ვცდილობთ, რომ მაქსიმუმ რეალურად აი ის ფართობი, იმდენი ფართობი ავიღოთ და იმდენ ფართობზე გაკეთდეს ჩაის რეაბილიტაცია აღდგენა, რამდენიც რეალურად არის შესაძლებელი. რაც შეეხება მომდევნო პროცესს, რომელიც აი ჩაის კულტურის მიმართულებით იქნება, ჩვენ ამ ფართობების, ამ რაოდენობების გადაგზავნის მერე ალბათ ჩამოვა თბილისიდან ისე სოფლის მეურნეობის სამინისტროდან კომისია და ერთობლივად იქნება გამგეობასთან ერთად და ერთობლივად დავსახავთ მომდევნო ნაბიჯებს თუ როგორი იქნება შემდეგ ამ ჩაის კულტურის განვითარება და მისი ბედა. გასულ კვირას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელთან სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ბორისლავ ბოჟინოვი და ტიჰანა კოზლიცა. შეხვედრისას ძირითადად ინფრასტრუქტურული და სოციალური თემატიკა გამოიკვეთა. მუნიციპალიტეტის გამგებელმა ისაუბრა მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებზე. შეხვედრის დასასრულს გოგა გულორდავამ მადლობა გადაუხადა მისიის წარმომადგენლებს თანამშრომლობისათვის.
პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის ფარგლებში აწარმოეს საქართველოში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის განხორციელება გრძელდება და ქვეყნის მასშტაბით დარჩენილ რეგიონებს სამეგრელო ზემოსვანეთს, კახეთს, მცხეთა-მთიანეთს, შიდა ქართლს, გურიასა და აჭარას დაფარავს. აღნიშნული პროგრამის ადგილობრივი მოსახლეობისათვის გაცნობის მიზნით მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით საინფორმაციო სახის შეხვედრები მიმდინარეობს. გასულ კვირას წალენჯიხის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები, რომლებმაც ისაუბრეს პროგრამის განხორციელებაზე. შეხვედრა გაიმართა მოკლე პრეზენტაციისა და კითხვა-პასუხის ფორმატით. მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის განხორციელება 2015 წლის 29 ივნისიდან დაიწყო. 3 აგვისტოს კი ბიზნეს იდეების კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდება, რომელიც შერჩეული ბიზნეს იდეის განხორციელებაში ჩართული მეწარმე სუბიექტის 5,000 ლარის ოდენობით, მეწარმეთა 2-კაციანი ჯგუფის შემთხვევაში 10,000 ლარი, ხოლო 3-კაციანი ჯგუფის არსებობის შემთხვევაში კი 15,000 ლარის ოდენობით თანადაფინანსებას გულისხმობს. გულისხმობს ეს პროგრამა. გულისხმობს მიკრო და მცირე მეწარმეების დაფინანსებას 5,000 ლარამდე ერთ მეწარმეზე, ორი მეწარმეზე ახალაგურად თუ იქნება 10,000 ლარამდე შეიძლება იყოს მოთხოვნის თანხა და 3 მეწარმე შეიძლება იყოს მაქსიმალური რაოდენობა და 15,000 ლარამდე შეიძლება შედგინოს მოთხოვნა თანხა. აუცილებელი პირობა არის, რომ თანამონაწილეობა იყოს 20%. თანამონაწილეობა გულისხმობს, რომ თქვენ თუ ჩვენგან ითხოვთ, სახელმწიფოსგან ითხოვთ 5,000 ლარს, მაგალითად 1,000 ლარი თქვენ თვითონ უნდა შეიტანოთ ამ თქვენი ბიზნესის განვითარებისთვის. ან 5 სახელმწიფოსგან 1,000 თქვენგან, გამოდით 6,000 ლარი გექნება თქვენი ბიზნესის დასაწყებად ან დასავითარებლად. შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება. პირველი ეტაპი ითვალისწინებს ბიზნეს იდეების კონკურსს. და განაცხადი, რომ შეასვათ აუცილებელია ონლაინ დარეგისტრირდეთ საიტზე ქართული ჯიში, ანუ კომპიუტერთან თვითონ არის აუცილებელი და შევსება ამ განაცხადების. სახელმწიფო პროგრამა აწარმოე საქართველოში, ასეთი პროგრამა არის ეგ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობას ეხება. უკვე პროგრამა მიმდინარეობს. ბოლოა და პროგრამის არის 3 აგვისტო. ყველაფერი რა ამ პროგრამის გარშემო ჩვენს მუნიციპალიტეტში გაკეთდა ყველაფერი, რომ ინფორმაცია ყოფილიყო თითოეულ მოსახლემდე მისული, თითოეულ პიროვნებამდე. ჩვენ ამის ფარგლებში თვითონ პირველ რიგში შეხვედრა ჰქონდა ადმინისტრაციული ორგანოების წარმომადგენლებთან, წუნებულების მერე თვითონ გრაფიკი იყო შედგენილი და თემებში იყო შეხვედრა ამ პროგრამიდან გამომდინარე. შემდეგ თვითონ ქალაქში პირველი შეხვედრა არ ჩატარდა, მეორე შეხვედრაც იყო ჩატარებული თვითონ ქალაქის მოსახლეობისათვის. რაც შეეხება პროგრამას, ეგ არის როგორც უკვე აღნიშნეთ მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარებაზე. აქ არის 3 კომპონენტი. შეუძლია პიროვნებას ინდივიდუალურად მიიღოს მონაწილეობა მარტო როგორც ფიზიკურ პირს. ამ შემთხვევაში თანხა არის 5,000 ლარი, თანადაფინანსება არის 20%. თუ ორი პიროვნება ღებულობს მონაწილეობას, თანხა არის განსაზღვრული 10,000 ლარი, ხოლო თუ 3 პიროვნება არის, მაშინ ამ შემთხვევაში 15,000 ლარი არის. ამ პროგრამიდან გამომდინარე გამოიყოფა იმ პიროვნებას, ვინც პროგრამაში თავისი იდეით და თავისი პროექტით იქნება გამარჯვებული. რაც შეეხება მიმდინარეობას პროგრამის, როგორც უკვე აღნიშნეთ, პროგრამა მიმდინარეობს. ამ ეტაპზე უკვე ეს თუ გაგრძელდება, როგორც თავიდან აღნიშნეთ, ძალიან დიდი დროც არ არის, 3 აგვისტომდე ყველაფერი უნდა დასრულდეს, ამიტომ ყველა ისე მოუწოდებ წალენჯიხის მოსახლეობას, ესე იგი მიმართულებით თუ ამ მიმართულებით მუშაობენ მცირე და მიკრო საწარმოების მიმართულებით ან ახლის გაკეთება უნდა, ახლის შექმნა უნდა, თან რაღაც დანადგარების ახალი ტექნოლოგიების შეძენა უნდა, აი ძველის გამოცვლა უნდა, აი საკონდიტრო საწარმოები რო არის, ჩაის ფაბრიკები რო არის, პოვის საწყობები რო არის, შეიძლება თემში გაიხსნას
მაღაზიები, რომელიც მოსახლეობას მოიმსახურება, არის ესეთი თემები ჩვენთან სამწუხაროდ, რომ რამოდენიმე თემში აი ასეთი იგი არ მოიპოვებათ სასურსათო მაღაზია, რომ ელემენტარული რაღაცით თავიანთებიდან არ გამოვიდნენ და აი ქალაქიდან მიმდებარე თემებით სარგებლობენ. ხო და რავი, დაწყებული არის და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ კიდევ ერთხელ მინდა რომ ჩვენ რაიონში ბევრი მეწარმე იყოს ამ პროექტში მონაწილე. მყარი ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით გერმანია ფინანსურ თანამშრომლობას უწევს საქართველოს, რის საფუძველზეც დაიწყო მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში. ამ საკითხთან დაკავშირებით წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სტუმრად იმყოფებოდა საერთაშორისო ექსპერტი გერნოთ დილევსკი, რომელმაც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას ისაუბრა ნარჩენების შეგროვებაზე, ნაგავსაყრელის განთავსების ადგილებზე, ნარჩენების რაოდენობაზე, დასუფთავების სამსახურების აღჭურვილობასა და პერსონალზე, ხარჯსა და შემოსავალზე. ასევე გაეცნო წალენჯიხის მუნიციპალიტეტში არსებულ მდგომარეობას ამ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით. ხუთდღიანმა ლაშქრობამ ტობა-ვარჩხილის ტბასთან შესანიშნავად ჩაიარა. ულამაზესი ადგილიდან დაბრუნებულები ემოციებს ვერ მალავენ. 5 დღის განმავლობაში ექსპედიციის მონაწილეებმა ფეხით რამდენიმე ათეული კილომეტრი დაფარეს და ავიდნენ ზღვის დონიდან 2600 მეტრის სიმაღლეზე მდებარე ტბაზე, სახელწოდებით ტობა-ვარჩხილი. ასევე იმყოფებოდნენ ცაშკიბულზე და ყვირას გორაზე, სადაც დევს მოქანავე ლოდი, ქუაცანცალია. ლაშქრობის პირველ დღეს მოხალისეები დაბანაკდნენ კერნახონას მიდამოებში, ტურისტულ ბაზაზე, საგანგებოდ აშენებულ ტურისტის სახლში. წალენჯიხელებთან ერთად იყვნენ თბილისიდან, ქუთაისიდან და ზუგდიდიდან ჩამოსული სტუმრები. ამ ექსპედიციას ხელმძღვანელობდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტურიზმის განყოფილების მთავარი სპეციალისტი თამას ლუკავა. ექსპედიციას ფინანსური და მატერიალური მხარდაჭერა გაუწია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ. Fantastic! ჩამოვართ კიდე. ცოტა ხანში. თქვენ საიდან ჩამოხვედით? ოთეის. მე როგორ მოგეწონათ? შვენიერი იყო ყველა. კი, მაგრამ ამინდი? ამინდი მომენტ დაგვასვლა, მაგრამ მაინც გაუძელი დავედით ბოლომდე. არ გაცებულ ხართ არც ერთი? არანაირად. ჯამთელებ. გადასარევი. კომენტარის გარეშე. ვიჭის გაკეთება შთავისებების ისეთი. რაღაცა ფანტასტიკური ადგილი. მაგრამ ამინდმა არ გაგიმართლათ, ხო? ფანტაშორის ამინდმა გვაცადა. ტობაზე ავედით და იმ დღეს გამოიდა რა? ზუსტად იმ დღეს გამოიდა. ერთი წრე დავარტყით ტბას და მერე ჩამოვედით. არო ჩემპე, დავა ახლა შთაბეჭდილებები ისეთი რომ მიჭის გადმოცემაა. ეს არის თავუწერის სილამაზი. ამდულად ვერც ვერ შექმნილი. ყველა უნდა ჩამოვიდეს და ნახოს ეს. აბსოლუტურად ყველა. ყველა უნდა გაიგოს რა არის ტობა. ბატონო, ვაი, კი. არ არის პრობლემა. რა იყო მაგარი რა კონკრეტულად? რა არ გაგიჭირდა თაცვა? ანუ გამიჭირდა კი, მაგრამ კი გამიჭირდა, მაგრამ მაინც ავედი. რომელ კლასში ხარ? მეშვიდე. ტობაზე იყავი? მედალი დაჯილდოებულია. რა მედალია ეს? ყველი? ყველია. ვინ გაჩუქა? ახალგაზრდები დაჯილდოვდნენ სულუგუნის ნაკეთობით, აი სულუგუნის ყველით, ტობა-ვარჩხილის წარმატებით დალაშქვრისათვის და ცდილობენ რომ მომავალში დალაშქრონ ტობა-ვარჩხილი. საიდან ჩამოხვედით? მე ზუგდიდიდან. კიდევ ვაპირებ თამაშს შემდეგში. ჯერ არ ვიცი დაგეგმილი არა, მაგრამ ვაპირებ კულტურა. და მშვენიერი მასიამონები წამოვიდნენ უკან და უკრაინელები გავაცილეთ ზევით მიდიოდნენ. ესე ხალხი მოძრაობს. ხალხი მოძრაობს, ხალხი ბლომად არის
მხოლოდ ამინდი არ იყო ახლა შესაშველი, მაგრამ ალბათ გამოსვლება ამის, თორემ გაყოფილია ბიჭები. ბატონ თამარ, თქვენ როგორ გაუძლებთ თქვენ? მე ესე იგი როგორ გითხრათ ახლა ნახევრად გავუძები, ნახევრად. მაგრამ თვითონ წევრები, თქვენი ლაშქრობის წევრები როგორ აღმოჩნდნენ? ბიჭებმა ძალიან კარგად ილაშქრეს, ძალიან კარგად. იმოძრავეს ასე რომ კოჩახ ბიჭები და გოგონები. არა, მართალია ნაწილი გამობრუნდა, ცოტა ნაწილი, მაგრამ არა უჩავს ახლა ვინც ვერ შეძლო ახლა და უმრავლესობა 40 კაციდან 30 კაცი ავიდა რა. 25-მდე ავიდა და ნახოთ კიდევ მომავალში რა გამოვა. ყველას ვეპატიჟები.